მოგესალმებით. დღეს განახებთ როგორ დავაკავშიროთ 600,000-ზე მეტი რეალური აპლიკაციის დიზაინი ჩვენს AI-სთან, კერძოდ კი კლოდკოდთან. როცა დიზაინს AI-ს ვაკეთებინებთ, ის უბრალოდ მკითხაობს და მისი აწყობილი UI ხშირად ძალიან ხელოვნურად გამოიყურება, რადგან აირჩის როგორ იყენებენ კონკურენტები რეალურ პატერნებს. დღეს კი გასწავლით როგორ გამოვასწოროთ ეს მარტივად და მივიღოთ ბევრად პროფესიონალური შედეგი. სანამ უშუალოდ პროცესზე გადავართ, ორი სიტყვით გეტყვით რა არის მობინი. ეს არის მსოფლიოში არსებული აპლიკაციების დიზაინების უზარმაზარი ბაზა. თუ გაინტერესებთ როგორ აგვარებენ დიზაინის საკითხებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, ინტერნეტში საათობით ძებნის ნაცვლად, შედიხართ მობინზე და ყველაფერს ერთ სივრცეში სასახით პოულობთ. ახლა კი მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ეს ბაზა ჩვენს AI-ს დავუკავშიროთ. მე მიხეილი ვარ, ესა ჩემო აკადემია. რას ვაკეთებთ პირველ რიგში? მობინის საიტზე როცა გავუვით ავტორიზაციას, უნდა გადავიდეთ შემდგომ სეტინგების გვერდზე და სეტინგების გვერდზე MCP გვერდს ვიპოვით და აქ როცა გადავართ, აქ ხედავთ, რომ სხვადასხვა AI-ის MCP-ებია, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ რა თქმა უნდა, კლოდკოდს გამოვიყენებთ და დავაკოპირებთ ამ კონკრეტულ ლინკს და პირდაპირ კლოდკოდის ინტერფეისში ჩავაpaste-ებთ და გავუშვეთ ბრძანებას. როცა დავაყენდება ეს კონკრეტული MCP კლოდკოდის გადატვირთვას მოგთხოვს, აქ თანხმობა მივცეთ რა თქმა უნდა, რომ MCP-ს დავუკავშირდეს. როგორც ხედავთ, დაყენდა და ეხლა უნდა გადავტვირთოთ უბრალოდ კლოდი. დარესეტა და მოდი ეხლა უბრალოდ მივწეროთ შემდეგი პრომპტი. მე დაწერილი მაქვს ეს პრომპტი, დავაკოპირებ და ჩავსვათ. და როგორ გამოიყურება? ქმნის საბანკო აპლიკაციის დეშბორდის დიზაინს, გაანალიზე მობინზე არსებული საბანკო აპლიკაციები და დამიგენერირე სამი ვარიანტი. პირველი შექმენი HTML ფაილი, ფაქტიური სკრინშოტების MBD-ს ნამდვილ iPhone ფრეიმებში რომ ჩავსვათ და შემიფასე დადებითი და უარყოფითი მხარეები და დავუმატე შედარების ცხრილი და გავუშვათ ბრძანება და ვნახოთ რას გააკეთებს. რა თქმა უნდა, ავტორიზაცია მოგთხოვა მობინზე და თავისით გაივლის ავტორიზაციას წესით აღარ გადამაგდებს redirect link-ზე, ან შეიძლება გადამაგდოს კიდევაც. კი ბატონო. ავტორიზაციის ფორმს დავაჭიროთ. მეორე ეკრანზე გადამაგდო, ეხლა მეორე ეკრანზეც გაშვებული მაქვს და ჩვეულებრივად როგორც წინა ვიდეოში Figma-ს დავუკავშირეთ, ანალოგიურად დავუკავშირდებით და success-ზე გამიყვანა. გავიარე ავტორიზაცია და განაგრძე მუშაობა. როგორც ხედავთ, მეგობრებო, მორჩა მუშაობას და ბრაუზერში გახსნა უკვე ფაილი და მოდი გადავიდეთ და ვნახოთ. ძალიან მაგარია. საერთოდ სხვა დონეზე ავიდა კლოდი და არა მარტო კლოდი, რეალურად მობინმა რაც ეს MCP შემოაგდო, ესე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ რაღაცას გაუვო კარივი, ესე რომ ვთქვათ რა. და ვნახოთ რა გააკეთა. საბანკო დეშბორდი დიზაინის ანალიზი, მობინის მონაცემთა ბაზიდან ამოგვიგო სამი საუკეთესო მიდგომა, სამი დიზაინ ვარიანტი. პირველი არის Revolt-ი, სადაც მთავარი დეშბორდი ჩანს, ხარჯების ანალიტიკა და ანგარიშები და შეთავაზებები და დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები უწერია. ასევე N26, ანუ რეალურად ჩვენ არ გვიქონს რომელი ბანკები გაიანალიზებინა და თვითონ გადაწყვეტა top 3 ბანკი გამოიყენებინა ანალიზისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია მივცეთ ის კონკრეტული დავალება, რომ კონკრეტული flow იქნება ეს თუ აპლიკაცია რომ გააანალიზოს. შემდგომ არის N26, დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქაც მთავარი გვერდი ტრანზაქციები და onboarding-ის dashboard-ი და Starling ბანკი მონაცემებზე ორიენტირებული. კი ბატონო, აქაც დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოიტანა და research-ისთვის არის იდეალური შესაძლებლობა და შედარებების ცხრილიც გააკეთა Revolt-ის, N26-ის და Starling ბანკის.
და რა თქმა უნდა რეკომენდაციაც მოგცა. წყაროები თქვენით მითითებულია და საბანკო ანალიზში ძალიან მშვენიერი ესე რომ ვთქვათ research ფაილი მოგვიმზადა. ეს არის ესე რომ ვთქვათ პირველი ფაზა რისი შესაძლებლობაც გვაქვს. მოდი გადავიდეთ მეორე ფაზაზე. ეს სკრინი მე მგონი ბოლო შოტი არის რაც მიდევს დრიბლზე, რომელიც არის 2 წლის წინანდელი გაკეთებული და ესეც რეალურად ბოლო საბანკო აპლიკაციის დეშბორდი არის და მოდი შევადაროთ ახლა. არსებული ანალიზიდან გამომდინარე შეადარე ჩემს მიერ გაკეთებულ დეშბორდს და მომიმზადე სრული ანალიზი. რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის გამოსასწორებელი. შექმნით ცალკეული HTML ფაილი. და ვნახოთ მეორე ფაზას როგორ გაართმევს თავს. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ანალიზის ფაზასაც მორჩა და რომ ვნახოთ, აქაც დამიწერა რომ საერთო ქულა ჩემს მიერ 2 წლის წინადელ შექმნილ დიზაინის 100-დან 78 აქვს და რომ გადავიდეთ უკვე თვითონ UX აუდიტის რეპორტს, პირდაპირ გვეუბნება რომ თქვენი დეშბორდი versus ინდუსტრიის ლიდერები და ძალიან მაგარი ანალიზი გააკეთა რეალურად, რა თქმა უნდა, ეხლა აქ არ წავიკითხავ ყველაფერს, საერთო ქულა 78-100-დან, ვიზუალი 85, გამოყენებადობა 68, accessibility 55, info არქიტექტურა 72 და ფუნქციონალი 82. Trip shot-ისთვის მე მგონი ცუდი არაა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 წლის წინანდელია. Element ანალიზი. ანუ element ანალიზი აქვს. Total balance-ი, ბარათები, income expanding-ი, quick action-ები, scheduling payment-ები, დაბარი ტრანზაქციების სექცია და visual design-ი შეფასებულია, რა არის კაი, რა არის ცუდი, ჩამოწერილი აქვს, ასევე accessibility და შედარების ცხრილიცაა გაკეთებული. Kevin-ი, Revolt-ი, 96 და Starling-ი. UX heatmap-იც გააკეთა და გამოსასწორებელი სამოქმედო გეგმაც დამიწერა თავიდან ბოლომდე თუ რა არის გასაკეთებელი და საბოლოო ვერდიქტიც გამოიტანა. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა რეალურად, როცა რეალურ პროექტზე ვმუშაობთ, საბოლოო ჯამში შეიძლება ეს რიცხვები იყოს აცდენილი იმ რეალობას, იქინა გამომდინარე, როცა პროდუქტზე ვმუშაობთ, იქ ბიზნეს ნიდებით გასათვალისწინებელია და როდესაც ბიზნეს კონკრეტული მოთხოვნა აქვს და კონკრეტული მოთხოვნით მივდივართ, იქ შეიძლება რაღაცაზე თქვათ, რომ ეს AI აფასებს სიტყვაზე 100-დან 60, მაგრამ ბიზნეს დისიჟენია და ვერ გადავუხურთ. ეგეთი სიტუაციებიც არის. აქედან გამომდინარე, მეორე ფაზა ჩვენი დიზაინის ანალიზის და UX აუდიტის საკმაოდ კარგად გააკეთა ვფიქრობ და მოდი გადავიდეთ უკვე მესამე ფაზაზე თუ რა შეუძლია კიდე. ფაზა 3. მოდი ახლა ცოტა რთული დავალება მივცეთ. როგორც აღვნიშნეთ, საბანკო აპლიკაციაზე ვმუშაობთ. ამიწყე moodboard-ი აპლიკაციების 10-ობით განსხვავებული ვიზუალითა და სტილით და დააჯგუფე ისინი, რათა დამკვეთს გავუზიარო. moodboard-იც გაკეთდა და მოდი ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. ბანკის აპლიკაციის ვიზუალი moodboard-ი 20 წამყვანი საბანკო აპლიკაციის ვიზუალის ანალიზი დაჯგუფებული სტილისტური მიმართულებების მიხედვით. ეს კონკრეტული სკროლავს და ფიქრობს საკმაოდ კარგად დაალაგა, მუქი და პრემიალური, ცალკეულად გამოყო, სუფთა და მინიმალისტური, ფერადი და თამამი, შვენიერი, ბარათის მართვა, ანალიტიკა და სტატისტიკა და აქაც რეკომენდაციები.
ვფიქრობ, საკმაოდ კარგი moodboard-ი არის, როცა დამკვეთან კომუნიკაცია გვიწევს, როცა პროდუქტზე ვიწყებთ მუშაობას, რომ მარტივად გადავწყვიტოთ თუ რა სტილისტიკით გვინდა რომ წავიდეთ და როგორი იყოს ჩვენი ბრენდი, ჩვენი პროდუქტი და ვფიქრობ, მსგავსი moodboard-ებით ბევრად მარტივია გადაწყვეტილების მიღება თუ რა სტილისტიკისკენ წავიყვანთ კონცეფციას. სულ ეს იყო მეგობრებო დღევანდელ ვიდეოში. სანამ დაგიმშვიდობებით, ორიოდე სიტყვით შეზღუდვებზეც გეტყვით. ამ ეტაპზე ინტეგრაციაში ჯერ არ შეუძლია მობინის შიდა მსგავსი სკრინების მოძებნა და ვერც თქვენ პირად კოლექციებს ხედავს, თუმცა ამაზე უკვე მუშაობენ და ყველაზე მთავარი ოქროს წესი არ დაგავიწყეთ, რომ ეს მაინც AI-ია. არავითარ შემთხვევაში არ დააკოპიროთ კონკურენტების დიზაინი ერთ-ერთში. ყოველთვის გადაამოწმეთ შედეგი, რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ და თქვენი დეტალები შეიტანოთ. მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ახი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.